მოგესალმებით. მედია კავშირი ობიექტივი აგრძელებს მაუწყებლობას პირდაპირ ეთერში, გადაცემით კვირის მოვლენა. გადაცემის წამყვანი გახლავართ მე ზაზა კვიცარიძე. თქვენ გვისმენთ რადიო FM 105 და 0-ზე, ასევე შეგიძლიათ გვიყუროთ ინტერნეტის საშუალებით მისამართზე www.objektivi.net. ჩვენი სტუდიის ტელეფონია 2-388-105, ვიმეორებ 2-388-105. გარდა ამისა, შეგიძლიათ დაგვიმეკობრდეთ Skype-ში, აკრიფოთ ლათინური ასოებით ობიექტივი და ჩვენ შემოვიყვანთ პირდაპირ ეთერში. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია გახლავთ თავისუფალი საქართველოს გენერალური მდივანი ალიკო შალაბერიძე. მოგესალმებით ბატონო. სალამი. ხოლო გადაცემის თემა რა თქმა უნდა გარე ვაჭრობა და მასთან დაკავშირებული ყველა პრობლემები. ეხლა რა შეასაკუთრებთ ბატონო ალიკო, როგორც კი იწყება მზადება ახალი წლის, რატომღაც მაშინ ექნება პრობლემები გარე ვაჭრობასთან. თითქოს მთელი წლის განმავლობაში ეს პრობლემა არ არსებობდეს. აი რა ვგიტყვით ამის შესახებ, აი ძალიან საინტერესოა თქვენი აზრები, თქვენ ჩართულობთ ამ პრობლემებში და ამ საკითხებში და დიდი მადლობა ზაზა მოწვევისათვის, მივესალმები ჩვენს მაყურებლებს, ჩვენს მსმენელებს. მართლაც ახალი წელი მოდის თუ არა, ეს პრობლემა რაღაც წამოიჭრება ხოლმე, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ბოლო წლების განმავლობაში ამ ადამიანების მიმართ მიმდინარეობს ტერორი. მინდა თქვა, რომ ეს არა მარტო გარევაჭრობის პრობლემაა, არამედ მთლიანად პრობლემა არის ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობისა, რომელიც ჩვენს მოსახლეობას ძალიან დიდ ტვირთად აწევს, უმუშევრობის დონე ძალიან მაღალი არის და ადამიანები თვითონ ცდილობენ რამენაირად იშოვნონ ფული ცხოვრების სახსარი, რათა აი ეს უმთავრესი პრობლემა, რასაც ქვია ელემენტარული ცხოვრება, მათ მოაგვარონ. და ეს ადამიანები, გარემოვაჭრეები, შრომელი ხალხი არის, რომელიც თავიანთ ზურგზე იღებენ, თავიანთ მხრებზე იღებენ ყველა ამ პრობლემას, ის იქნება თუ როგორ მოიპოვონ ფული, რომ შეიძინონ ეს პროდუქცია, შემდგომ გამოიტანონ, ივაჭრონ, ასე დაატრიალონ ეს ფული, ვალები გაისტუმრონ, ოჯახში რაღაც შეიტანონ. და განსაკუთრებით ეს მწვავე სახე ღებულობს ახალი წლის პერიოდში და მინდა გითხრათ, რომ ეს პრობლემა, რომელიც არის ქალაქის მთავრობის, ქალაქის მერიის მოსაგვარებელი, წლების განმავლობაში არ გვარდება. ჩვენ დიდი ხანია ამ საკითხებზე მუშაობთ, მე და ლაშა ჩხარტიშვილი შეტანილი გვაქვს კანონპროექტი, თუ როგორ უნდა მოწესრიგდეს და დაკანონდეს გარევაჭრობა და არანაირი ყურადღება ამასთან დაკავშირებით არ არსებობს. მერიის მხრიდან ამაზე საერთოდ გამოხმაურებაც არ არის, უბრალოდ მინდა გითხრათ პირდაპირ, რომ კანონით გარევაჭრობა აკრძალული არის. ამიტომ დღეს, როდესაც ახალი წელი არის და ეს პრობლემა გარევაჭრობა რა არის და რა არ არის? აი ეს თუ არის განსაზღვრული? არა, არაფერი არ არის განსაზღვრული. აი ეს სავაჭრო ჯიხურები, რომელსაც უგულავად თვითონ დგამდა, გახსოვთ ალბათ ქალაქის სხვადასხვა ადგილებში, ესეც არის უკანონო. ესეც არის უკანონო. ამიტომ, როდესაც აი ესეთი ბუნებრივი პროცესია, ბუნებრივი გარევაჭრობა, ბუნებრივი მოთხოვნილება მთელ მსოფლიოში გარევაჭრობა არსებობს, ჩვენთან ეს მოუწესრიგებელი არის, ამის შესახებ კანონი არ არსებობს და ეს პროცესი არ მიმდინარეობს ისე როგორც უნდა წავიდეს. მინდა გითხრათ, რომ დღეს, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა და ადამიანებს ჰქონდათ ძალიან დიდი განცდა იმისა, რომ მათი ცხოვრების პირობები შეიცვლებოდა, აღმოჩნდა, რომ ისინი კვლავ ქუჩაში არიან. ჩვენ გარემოვაჭრეებზე ვსაუბრობთ, თორე იგივე პრობლემები უდგას, თქვათ, ბანკის ვანლების მქონე ადამიანებს, იგივე პრობლემები უდგას ინვალიდ ბავშვებს, იგივე პრობლემები უდგას პენსიონერებს, იგივე პრობლემები უდგას სატრანსპორტო სამსახურებს. ამ თემაზე მე ვსაუბრობ, მაგრამ მე რატო ვლაპარაკობ ამ საკითხს რა? როდესაც არ არის მოუგვარებელი ამდენი პრობლემა და როდესაც ეს ოცნება აი ამ მოგვარებისა გადასული არის რაღაც გარკვეული პერიოდის შემდგომ და მართლაც ახლა ერთბაშად ყველაფერი არ ხორციელდება. როდესაც ადამიანები თავიანთი ძალით, თავიანთი ინიციატივით აკეთებენ იმას, რომ თავისი თავი გადაირჩინონ, რაღაც 1-2 ეკონომიკური იმაში ჩართმულები იყვნენ, ამ ადამიანებს მივადგებით და ვარბებთ და ვანგრებთ რა. მეორე მხრივ არის ერთი რამ. ქალაქის მერი უგულავა და მისი სამსახურები, პირადად ჩართული სამსახურები არა, ის ელიტა, რასაც ქვია ბწყალებში ქალაქის მმართველობა, ქალაქის მთავრობა, ჩართულები არიან წილებში ზიან პირდაპირ ბაზრობებზე. და ყოველთვის აპირებენ, როდესაც დიდი ვაჭრობა არის, ახალ წელს დიდი ვაჭრობა არის, რომელიც ეყოფა როგორც ბაზარში მყოფ მოვაჭრეებს, 20%-ია ეს და რომელიც ეყოფა ბაზარში მყოფ მოვაჭრეებსაც და გარე მოვაჭრეებსაც, მათ უნდათ რომ ის ცარიელი დახლები, მას შემდეგ რაც დაინგრა დეზერტირების ბაზარი, მას შემდეგ რაც დაინგრა საბურთალოს ბაზარი,
ახალ ბაზრებში, რომლებიც გააკეთეს, იქ ისეთ არაკომერციულ ადგილებში, ბაზრის ბოლოებში, მაქსიმალურად შეყარონ ეს ადამიანები, ის დახლები გაყიდონ, ანუ ფული აიღონ ამ დახლებისზე მოვაჭრეების დგომით და მაქსიმალურად შეძლონ თავიანთი ბიჯებების ამოსება. ამიტომაც ხდება თქვათ, რომ დღეს არის რომ დაპირისპირება ბაზრის მოვაჭრეებსა და გარე მოვაჭრეებს შორის და ამას სპეციალურად მერია აკეთებს იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი ფული ამოიყოს ამ ბაზრების დახლების გაყიდვიდან და საკუთარ ჯიბებში ჩაიგდეს უგულავა. ბერის ბიუჯეტზე ზრუნავთ, მე მგონი აქ არა, ეს წილებზეა ბიუჯეტის წილებზეა, ლაპარაკი წილებში არის. ამიტომ აპირისპირებენ ამ ადამიანებს, არა და ეხლა იმხელა ის არის მოთხოვნილება, არა, რომ მართლაც ყველა ადამიანს ეყოფოდეთ და არ არის აუცილებელი თქვათ, რომ ეს ადამიანები ჩვენ დღეს დავაწეროთ, წავართვათ ის ნაყიდი თავიანთი პროდუქცია. აქ არის მთავარი მოთხოვნა, როგორი რაღაცა მეც მესმის და იმ მოაჭრეებსაც ესმის ამ ადამიანებს, რომ მთავარი მოთხოვნა არის მათი, რომ ეს კი მოწესრიგდეს და დაკარგუნდეს, მაგრამ აი ამ პერიოდში სანამ ეს მოხდება, რა ამას დრო ჭირდება 15 იანვრამდე, სანამ ახალი წელი არის, ამ ადამიანებს მიეცეთ უფლება გარე ვაჭრობისა, რათა მათ ოჯახში კამფეტი მიიტანონ, რაღაც ნორმალურად შეხვდნენ ახალ წელს და ის ვალები, რომლებიც ამ ადამიანებმა აიღეს იმ პერიოდში. საბანკო ვალებზეა. საბანკო იმ პერიოდში, როდესაც არც პოლიცია ედავებოდა და ეს პერიოდი იყო წინასაარჩევნო პერიოდი, ეს პერიოდი იყო არჩევნების შემდგომი პერიოდი, ანუ არავინ მათ არ ურზაlavდა ვაჭრობას, მათ ჩამოუყალიბათ უკვე ისეთი ცნობიერება, რომ მე მგონი ახალი წელი არც არავინ არ ურზაlavდა, მთელი წელიწადი. ეს ხდება ახალ წელიწად, ახალ წელს მოსვლას. ესე იგი ის ადამიანები ჩამოყალიბებულები იყვნენ უკვე ამ მორგებული ამ სიტუაციაზე და ამ დროს მათ ვალები აქვთ აღებული, გაყიდდნენ და ამ დროს მოხდა მოულოდნელად დარტყმა, რომელიც ძალიან რთული არის. ახლა მოულოდნელად როგორ არის ყოველ წელიწადს ეგ ხდება და ყველა კარგად რატომაც გააკეთებენ ახლა ხელისუფლება ეს რო ყოფილიყო ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლება ისე მაგათ ხელში არ არის მერია ისე მაგათ ხელში არ არის ისე მიჩვეულები იყვნენ. ეხლა რახან ხელის აი ზუსტად მაგას ვამბობ რა რახან ხელისუფლება შეიცვალა პარლამენტში ნაციონალური მოძრაობა არ არის, მთავრობაში ნაციონალური მოძრაობა არ არის და ამ ადამიანებმა ხმა მისცეს ქართულ ოცნებას იმისათვის, რომ მათ გარეთ ევაჭრათ, მათი შინაგანი რწმენა იყო. ამიტომ აძლევდნენ ისინი ხმას ქართულ ოცნებას, რათა მათი ოცნებები აღქმულებულიყო. ამ დროს მოხდა მოულოდნელი რამ, რომ მიიღეს ეს დარტყმა. ამიტომ ფიქრობ, რომ დღეს მთავრობის ამოცანა არის უშუალოდ, რომ პოლიცია, რომელიც არის მის ხელში, მის განკარგულებაში, არ გამოიყენოს ამ ადამიანების დასარბევად და ამ ადამიანებს მიეცეთ აი 15 იანვრამდე გარე ვაჭრობის საშუალება. ეს მოთხოვნას მე უყურე გუშინ ტელევიზიაზე გასაგებია. და შემდგომი პერიოდის საკითხი არის ის, რომ როგორ მე საკითხი მოწესრიგდეს რა. როგორ მოწესრიგდეს. მე რა მაინტერესებს აი ყველაზე მეტად ეხლა. აი მერიის როლი რა არის ამაში და ამ მთავრობის, იმიტომ რომ აი ამასაც ამერიკის და რუსეთის ხელისუფლების ნებართვა ხო არ ჭირდება გასო. ესეც ხო ამ დონეზე არ წყდება რა. ამგენ ეხლა ხომ ან შეიძლება მოგვარდეს რომ აი ეს გარე ვაჭრობაზე დამთავრდეს ლაპარაკი. აი ეს წულ რაღაცეებზე, რასაც არ ჭირდება მართლა ნახევარი მსოფლიოს ჩარევა და ოვნის გადაწყვეტილება და რა ვიცი, უბედურობა 1000. არა ხო, აი ეგ არის. არ არის ამ სირთულის პრობლემა რა. ეგ არის რა. ეს არის ძალიან პატარა შიდა იმისი, აი სულ რაღაც ძალიან ადვილი გადასაწყვეტი ჩემი აზრით ხო მე ეს ეგ არის, აქ არის ინტერესები არის ჩვენ ამაზე ცოტათ გაგვრით ვისაუბრეთ, ინტერესები არის პირადი, წილები შემოდით ამ ბაზრობებიდან, გალაგის მერს უგულავას. ამიტომ არის რომ ეს წილი რო არ დაკარგოს, მაგიტომ არის ეს ყველაფერი და არა იმისთვის რომ აი ეს მარტივად გადასაწყვეტი პრობლემა არც ამერიკის საკითხი არ არის, არც რუსეთის საკითხი არ არის ეს შევძლოთ რომ ჩვენი ადამიანები გადავარჩინოთ სიცოცხლე არ მოგვწენ. მინდა გითხრათ რომ აი მაგალითად პრობლემა არის იმისა რომ სოფლის მეურნეობაში რამხელა პრობლემაა რა. ეხლა საუბარია რომ აი ამდენი მილიარდი ჩაიდება სოფლის მეურნეობაში რომ სოფლის მეურნეობა ამოიწიოს რა. ეს ადამიანებიც როგორ არიან ისე თუ ესენი დასაქმებულები იქნებიან ზოგი სოფლიდან არის ჩამოსული ხო ზოგი ქალაქელი არის ზოგი დევნილი არის ეს გარე მოვაჭრეობის პრობლემა უფრო გაიწოვება თქვა და სხვადასხვა სფეროებში სოფლის მეურნეობაში განსაკუთრებით ეს ადამიანები დასაქმდებიან. მეორე მხრივ როდესაც რუსეთთან ვაჭრობა არ აქვს შენ და არანაირი პროდუქციის გაყიდვის საშუალება არ აქვს ეს კიდევ უფრო აძლიერებს იმას რომ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში და ადამიანები რომლებიც თვითონ ცდილობენ რომ ეს ეკონომიკური საკუთარი მდგომარეობა თავიანთი ძალებით გამოასწორონ ამ ადამიანებსაც უნდა მივცეთ ელემენტარული ამ იმაში მე უფრო მეტ შორს რო წავიდეთ ამ საკითხს უყურებ ესე რომ აი ამ წლების განმავლობაში როდესაც ამ ადამიანებთან მუშაობდით გვინდოდა რომ ჩამოყალიბებულიყო არასამთავრობო მიმართულება, პროფესიული მიმართულება
გარემოვაჭრეების ლიგა, ასოციაცია, რომელსაც ეს ადამიანები, რომლებიც ამ არასამთავრობო ორგანიზაციით ეს ადამიანები შეძლოდნენ საკუთარი პრობლემების მოგვარებას. მაგრამ ვერ ჩამოყალიბდა. მე მაინც დაჟინებით ეხლაც ურჩევ რა ამ ადამიანებთან რომ აქ ურთიერთობა რომ გაერთიანდნენ, იმიტომ რომ სწორად აღნიშნე ზაზა რა, რატომღაც ხდება ისე, რომ ახალ წელს მოვარდება ხოლმე ეს პრობლემა. ზუსტად ერთი წამი არ აგვიანებს. ესე იგი არანაირი მექანიზმი ამ დროს შენ არ აქვს. ამიტომ ეს მთელი წელი არის სამუშაო რა. იგივე კანონპროექტთან დაკავშირებით ზეწოლა, ლობირება. დღეს როგორ ხდება ახლა არჩევნები იყო, ადამიანებმა ხმა მისცეს და აღმოჩნდა რომ მათი პრობლემების გადაწყვეტისთვის ხმა არ მიუციათ. არადა ისინი არჩევნებზე მივიდნენ იმისათვის რომ ეს პრობლემა გადაწყვეტილიყო. ანუ, როდესაც მათ ექნებათ ესეთი ორგანიზაცია, ისინი შეძლებენ ამ ყველაფრის პრევენციასაც მანამდე. ახალ წელს არ მოუწევთ ესე გამოყრა და ფორს-მაჟორში ყოფნა, პრობლემის წინაშე დადგომა და მათ ყოველთვის ხელისუფლებაში ეყოლებათ ადამიანი, ეს იქნება ქალაქის ხელისუფლება თუ უმაღლესი ხელისუფლება, რომელიც მათ ინტერესებს დაიცავს, მათ ინტერესებს მოაგვარებს და ამით ნორმალური ცხოვრების კალათბურთში ჩაიგდებენ თავიანთ ცხოვრებას. დღეს ესე იმით რო ხდება როგორ გითხრა ნახტომისებურად სიტუაცია ყოველთვის ესეთ მდგომარეობაში მოუწევთ მათ ყოფნა. ჩვენ გვქონდა გუშინ ერთი აქცია, გუშინ წინ მეორე აქცია, წინა დღეებში აქციები გვქონდა და ხვალეც გვაქვს ისა რომ როგორმე დღეს ესეთ ფორს-მაჟორში გვიწევს ჩვენ როგორმე მივიტანოთ მთავრობამდე ის თხოვნა როგორც შენ აღნიშნე რა რა გახდა ამისთანა რომ ამ პერიოდში მოვაგვაროთ ეს საკითხი ამ ადამიანებმა შეივაჭრონ და ამით ისინი არავის არ უშლიან ხელს, იმიტომ რომ ბაზარი უფრო მეტი მოთხოვნილების არის ახალი წლის პერიოდში ვიდრე სხვა დღეებში, ამიტომ ყველას ეყოფა ეს ბაზარი. სუპერმარკეტებში ხო თითოეულ კაცი დადის ახლა სადარი ეგრე. მასაც კი ყოფნის, მაგრამ იმათაც ეყოფათ. არა, იმათ თავისთავად. იმათაც ეყოფათ. ბატონო, მივიღოთ პირდაპირ ეთერში ზარი. გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ? მოგესალმებით ბატონო. მოგესალმებით. მივესალმები ბატონ ალექსანდრე სალამბერიძეს. ბატონებო, როგორც თქვენ ბრძანებთ, ახლა ამას ცოტა უფრო სწორეული ისტორია აქვს. იყო დრო, როდესაც გარეთ არ ვაჭრობდა ქართველი ხალხი და არც სიგითაც კი რაღაც სამართლოს მიაჩნდა ვაჭრობა, მაგრამ ეს სწორედ ამ კორუმპირებულებმა ხელისუფლებებმა მოიტანეს 20 წლის განმავლობაში. და იქ დგანან მასშტაბლებლები, დამსახურებული მასშტაბლებლები, ჟურნალისტები და ასე შემდეგ. და ასედიან ბაზარში, ვიცი იქნება კითხვა. ბაზარში არ შედიან, იმიტომ რომ დირექტორ რომ გადასახადია საშინელება. მეორე იმდენი საშუალებას არ აქვს, რომ რაღაცა რომ თქვა შეხარჩენა. აი ბატონი ალექსანდრე, ეს აქ ვარიანტი ასეთი რომ თუ თქვი ამბამდეო, არის კიდევ ბატონ ალექსანდრე მეორე ვარიანტიც, რომ ერთი სუმკის რაღაცა ვაშლი იქნება თუ ლიმონი თუ პორტოხალი გამოიტანოს ადამიანმა, გაჭირება და ის გასპიდოს ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ამი დაიქცევა სახელმწიფო კაცო. მე აი ნატურკის ბაზარში შევწევარ გუშინ დღეს, როგორ აჯანიმებენ ახალგაზრდა პოლიციელები, ხელმორკილებით კი დაადეს დღეს ერთ-ერთი ქალს ბაზარნები მოაწევდა და დაიყვანეს პოლიციელებმა. როგორ შეიძლება ასე ხეთური მოქმედება? რა თქმა უნდა ბატონო, სამყარო ლაპარაკობთ ახლა მე არ მახსოვს თქვენ პიცარის ეკიპდან არ მახსოვს და ლაპარაკობთ რომ кайხანია არ ყოფილა კი არა და ერთი აი გასულ ზამთარში თავს გვესხმოდნენ უგულავა სააკაშვილის პირდაპირ აი დამკარშებით ესხმოდნენ ხალხს ესხმოდნენ და დამშვიდით ბატონო, ჩვენ გავიგეთ თქვენი გულისწუხილი, ყველაფერი ძალიან კარგად გვესმის. ამ თემაზე ვსაუბრობ და ალბათ მოისმენთ და ყველაფერს იტყვის ბატონე ალექსანდრე. მადლობა ზარისთვის. გასაგებია ხალხის გულისწყრომა. სრულიად სამართლიანია, მე ვფიქრობ. თან მე მინდა შევეხმიანო მაყურებელს, რომ მართლაც ეს ადამიანები არიან მასწავლებლები, პროფესორები, ის ადამიანები, რომლებსაც დაკარგეს ერთგვარად თავიანთი პროფესიის მიხედვით სამუშაო. უკვე წლებია ამ საკითხში არიან ჩართული. ეს ადამიანები გამოსულები არიან ქუჩაში, განამათ უხარიათ ეს ყოფნა. როგორ შეიძლება? მოთხოვნები იყო ესეთი რომ დაგვასაქმონ და პრობლემა არ მაქვს რა, ქარხანა გაიხსნას, რაღაც გაიხსნას, ესა და როცა ეს არ ხერხდება რა, ამოცანა როცა დგას ძალიან მარტივად, ხელისუფლება უნდა გადაწყვიტოს. რა მთავარი, მე მინდა შევეხმიანო ამ კარგ ადამიანს. მისი გულისწყრიველი არის ის, რომ ადამიანები ვართ რა ჩვენ. და ჩვენი უმთავრესი მიზანი არის ადამიანი. და მე არ მაინტერესებს არც შენობა, არც ხიდი, მე მაინტერესებს ადამიანი. ამ ქვეყანაში დგას ორი პრობლემა. ერთი პრობლემა არის ადამიანების დასაქმების პრობლემა და მეორე საქართველოს მთლიანობის პრობლემა.
ეს ორი პრობლემა გადასაწყვეტი რა. სხვა დანარჩენი ჩვენ პრობლემა არ აქვს. ამიტომ, როდესაც ესეთი რაღაცა ხდება, როდესაც ადამიანები თვითონ გამოდიან, მართლაც აი ვაჭრობა ახსენა ბატონმა, რომ სამარცხვინო იყო კომუნისტების პერიოდში რაღაც ერთი ამბავი და დღეს ისე მოხდა, რომ გარე ვაჭრობაც არაა სამარცხვინო, მეც მიმაჩნია, რომ არ არის რა სამარცხვინო. ყველანაირი შრომა არის დასაფასებელი და როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ აი თავისუფალ ვაჭრობაზეა რა. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ ეს ადამიანებმა თვითონ იპოვნონ თუ რაში შეუძლიათ თავიანთი ენერგიის და ჯანის გამოყენება და ამით შექმნა რაღაც პროდუქცია, როგორც საკუთარი თავისათვის, ისე ქვეყნისათვის ჯამში, აი ამას ჩვენ თვითონ ურწყამთ და დღეს ძალიან საწყენია, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა და იმ ადამიანების მოლოდინები, რომ მათი ბედიც ამ საკითხთან დაკავშირებით შეიცვალა და არ გამართლდა და კვლავ ტერორის ქვეშ არიან, კვლავ დარტყმის ქვეშ არიან. ალექსანდრე, ხელისუფლება ახლა ამ თემისთვის როდის მოიწვის კაცმარის პოლიტპატიმრები ვერ გამოიყვანეს ამდენი ხანია ხო? არა, აქ არის რამოდენიმე საკითხი, რა სწრაფა, პოლიტპატიმრების საკითხი არის, ძალიან სასწრაფო და უნდა გამოვიდეს ადამიანები. მიიღეს კანონი, ყველაფერი იმას ხნის, გადაწყვიტეს. კიდევ ვერ გამოუშვეს, ამნისტია უნდა. ამიტომ აი ესეთი საკითხები როცა არის ესეთი საკითხები, სასწრაფო საკითხები, ამაზე უნდა ვიფიქროთ რა. მე უფრო მეტად აი ამ კუთხით უყურებ ამ ადამიანების პრობლემების მოგვარებას, რომ ეს არის სასწრაფოდ გადასაწყვეტი. რა თქმა უნდა, ბევრი სხვა საკითხი, რომელმაც შეიძლება მოიცალოს რა. ეს საერთოდ არ მაინტერესებს. საკმარისია ქალაქის დონეზე ვინ იქნება გამგებლობაში რა. იმიტომ რომ საკითხები არის, რომელიც საჭიროა სასწრაფოდ გადაწყვეტს. ქალაქის დონეზე გადაწყვეტს. ქალაქის დონეზე იმის ეს პრობლემა გორშიც არის. ხო აი მე მიდოდა მეკითხა ქუთაისში, ფოთში, ბათუმში, თელავში, ქუთაისშიც არის, თელავშიც არის, ფოთშიც არის და იგივე არის ერთი ხელწერა რა. იგივე სიტუაცია ერთი ხელწერა. აი ეს მაინტერესებდა. მე რო ვლაპარაკობ თავრობასთან დაკავშირებით, რახანებს მთელი საქართველოს მასშტაბით არის თავრობის ამოცანა. ეხლა რო ეს თვითმმართველობა საცრაფოდ შესაძლებელია. მე თავრობის შეცვლაც მე უყურებ ესე რომ მოდი აი ეს საქმეები მოგვარდეს, რომ პოლიცია არ მოაგვარებენ, არ მოაგვარებენ. პოლიცია არ მიუხსიოთ იმას რა ქვია. ნუ ეს უკვე როცა ცენტრალიზებულია პოლიცია, შესაძლებელია რომ პოლიცია ცენტრალიზებული ბრძანებით არ მიუხსიოს. ნუ ღარიბაშვილის პრეროგატივა ალბათ მისი არ უნდა ბრძანება არ უნდა მიცეს, ვინც არ უნდა თვითმმართველობიდან. გარბევა იყო გუშინ. გეტყვით რა, ეს იყო როგორ გითხრათ, ისე ძალიან ლაითი, მაგრამ დილობის ფორმებში, დილობის ფარგლებში ძალიან ესე იგი რბილ ფორმებში მე უსვედი მანქანა არ დაგეჯახოს და გორდე მოდი და მთავარი მომენტი რომ ამ ადამიანებს მე დაეტაკენ და წაართვეს იქ ვაშლი გადაუყარეს, ხურმა გადაუყარეს, ის რო გადაუყარეს წვანილი რომელიც მათ ფულად აქვს ნაყიდი არა აღარაირ განსხვავებას აღარ იძლევა ამ შემთხვევაში ზარები იყო პირდაპირ ეთერში გისმენთ ბატონო გამარჯობა მოგესალმებით მე შეკითხვა მაქვს თქვენთან და თქვენ სტუმართან. მოკლედ რომ თქვა შეიძლება ითქვას გარე ვაჭრობა რომელიც საქართველოში ჩამოყალიბდა საქართველოს საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლასთან დაკავშირებით იყო შექმნებული კერძო პირების და მაფიოზური სტრუქტურების ხელში როგორც წინა ხელისუფლებამ რევოლუციის შემდეგ განაცხადა იყვნენ პირები რომლებიც პრაქტიკულად ბევრ საქმეს აკეთებდნენ გარდა იმისა რომ აკონტროლებდნენ სიტუაციას და ეს ხალხის ჯგუფი რამდენიმე ათეულობით რომლებსაც ჰქონდათ დაყოფილი უბნები ეს ოფიციალურზე საუბრობ თუ არაოფიციალურ ზედამხედველობაზე არ ვიცი ეს ოფიციალური იყო მე მგონი უფრო არაოფიციალური დღეში როგორც თვითონ იძახდნენ წინა გამოძიებიდან ნაციონალები რომ მაგალითად ყველა უბანს ყავდა რამდენიმე ზედამხედველი და დღეში ეს 10-20 კაცი იღებდა 2000 3000 5000 ლარს და მოხდა ამისი პრაქტიკულად ლოკალიზაცია და ეს ხალხი ჩამოაშორეს მაგრამ თავარი ის არის ეს თანხები აიგზავნა რაღაცნაირ ნაწილობრივ გარევაჭრობა და მე მაინტერესებს ეს თანხები ეხლა რომელიც პრაქტიკულად გარევაჭრობაშია თქვენ გინდა თქვათ რომ ჩაანაცვლეს ნაციონალებმა და იმ ხალხის მაგივრად რომლებიც ჩასვლეს ციხეში ზოგი გააქციეს და ზოგი ასე იღებენ ნაციონალები და მეორე შეკითხვა ასევე ჩვენ კარგად ვიცით რომ ხელისუფლება რომელიც ეთქვის მოსახლეობას რომ იცით რა თქვენი არც ფაბრიკა მინდა, არც ქარხანა მინდა, არც არაფერი არ მინდა. იმუშავეთ, თავი გადაირჩინეთ, ოღონდ მე გადამიხადეთ გადასახადები იმისათვის რომ ხელისუფლებას კონდეს მაღალი გადასახადი. განა ეს შეიძლება 21 საუკუნეში იყოს ნორმალური იდეოლოგიის მქონე მატარებელი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან რომ ისინი გასაგებია თქვენი შეკითხვა ბატონო თამასთან დაკავშირებით. ეს სოციალური მოძრაობა და ტოლერანტობა და თანასწორუფლებიანობა ადამიანებს შორის რამდენად საჭიროა რომ აღორძინდეს იმიტომ რომ 21 საუკუნეში სიცხული ამ იდეოლოგიით ცხოვრება რომ იმუშავეთ ვირებო და ჭამეთ ბრიგადირებო ეგრე გამოდის ბოლოს და ბოლოს
კარგით, მადლობას გარისთვის. გიპასუხეთ ბატონი ალექსანდრე. აი ბატონი, ასეთი მოსაზრებაც დაკავშირებით ეს იყო პიარი, მაშინ ესე იგი მართლაც იყო ესეთი შემთხვევა, ოღონდ მე როცა ვლაპარაკობ მოწესრიგებაზე თვითონ სახელმწიფოს მხრიდან, ქალაქის მთავრობის მხრიდან, რო არ მოაწესრიგა, ანუ იყო ესეთი შავი ფული ერთგვარი შემდგომ არ მოხდა ამის მოწესრიგება, უბრალოდ ეს იყო თვითდინებაზე მიშვებული და დარტყმები იყო, დარბევები იყო, თქვათ და ამითი მიდიოდა ეს პროცესები. მინდა გითხრათ, რომ ერთი მაგალითი მინდა მოგიტანოთ რა. დელისის მიმდებარედ იყო ესეთივე ბაზრობა. მახსოვს გადასარევად. და როდესაც აიღეს ახლა ისა და აღმოჩნდა ისე, რომ აღარ გაუშვეს ხო, ის დარჩა რა, ისა და აღარ არის. აი კარკარო არის, ეზოში არის კიდევ ბაზრობა. არის კიდევ შიგნით, მაგრამ თვითონ გარეთ წინაც არის, აღარ, ესე ანუ სადაც არ უშვებენ, ხო? იქ ადამიანებმა იციან და გარე ვაჭრობაზე არ მიდიან რა ეს ადამიანები რა. ოღონდ სადაც გაუშვებენ, რაღაც პერიოდი უშვებენ და მერე ისე ვარბებენ, აი ეს არის ძალიან ცუდი. რაც შეეხება იმ საკითხს, როდესაც ესე იგი ჩვენ არ გვინდა ფაბრიკები, ქარხნები, მე რაზე ვლაპარაკობ ახლა რომ ჩვენ ყველაფერი გვინდა. ჩვენ ყველაფერი გვინდა, ოღონდ ფაბრიკები და ქარხნები რო იყოს ეს პრობლემა აღარ იდგება. როდესაც ხელისუფლება ვერ ახერხებს ამ პრობლემის მოგვარებას, ხო? ადამიანებს უნდა მივცეთ საშუალება თვითონ გადაერჩინონ და პერიოდი რო გავა, მერე დაალაგდება რა ეს ქვეყანა. მე ამ საკითხზე როდესაც საუბრობთ, ჩვენი ორგანიზაცია, მაგალითად ალიკო შალამბერიძე, როგორც გენერალური მდივანი თავისუფალი საქართველოსი და ჩვენი თავმჯდომარე კაკალკუკავა, ყოველთვის ლაპარაკობთ იმას, რომ ეკონომიკა რო განვითარდეს, ჩვენ რუსეთთან ურთიერთობის, სავაჭრო ურთიერთობის გარეშე საქართველოში ეკონომიკას ვერ განვავითარებთ. სხვათა შორის, ახალმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ბრძანა, რომ რუსეთთან ეკონომიკური კავშირის აღდგენის გარეშე ჩვენ ვერ განვავითარებთ ვერაფერს, ვინაიდან ის მომავალი ევროპული და ამერიკული ბაზრები ძალიან შორს არის, რომელიც არ იცნობს ჩვენ პროდუქციას, არც ღვინოს, არც ვაშს, არც ციტრუსს, არც სხვა პროდუქციას. ამიტომ დღეს როცა ესეთი სიტუაცია არის და ყველა ვლაპარაკობთ იმაზე, რომ მოდი აბა გავიჭიროთ და ხელისუფლება ახალი მოსულია რა, ვეთანხმები ამ პოზიციაზე, რომ ახალი მოსულია თქვა და დრო ჭირდება ყველაფრის შეცვლას. როდესაც ადამიანებს აქვს წინ მომდგარი ახალი წელი და მათ დამოუკიდებლად შეუძლიათ რომ რაღაც თავიანთი სარჩო საბადებელი მოიპოვონ, ამ ადამიანებს ჩავაგდებთ ისეთ დღეში, რომ არაფერი არ გააკეთონ, ფული ოჯახში არ შეიტანონ, ვალები გადაუხდელი დარჩენ და ესე იგი არ ჩვენ ნახოთ ხეირი, არც იმ ადამიანებმა ნახონ ხეირი. პირდაპირ ვიტყვი. საქმე რაში ზეთ ბატონო ალიკო, რომ აი ქართული ადამიანისათვის ახალი წლის და შობის შეხვედრა ეს არის აი ერთ-ერთი წმინდათა წმინდა და ამის ალბათ უნდა მივცეთ საშუალება, რომ ჩვენ თუ მთავრობა თუ ვერ ეხმარება და ქალაქის მთავრობა ვერ ეხმარება და საერთო მთავრობა ვერ ეხმარება ამ ხალხს ამ წუთში, ხო? თავისთავით მაინც რამენერე შეინახოს. აი ახლა მაინც რა თქმა უნდა, რა შეიძლება ზარე პირდაპირ ეთერში. უკაცრავად. გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ? აი ესეთი შეკითხვა მაქვს. არ შეიძლება რომ ამ დასახლებებში რომ არის გვდანი, ვარკეთილი, მესამე მასივი. ცოტა ხმა მაღლა ქალბატონო. თითოეულ მიკრორაიონში პატარ-პატარა ბაზრები გახსნათ, რომ ასე ქუჩაში არ იყოს ვაჭრობა. უამრავი ბაზრებია ქალბატონო, ყველა უბანში, ყველა მიკრორაიონში და ვაკეშიც კი არის ბაზარი ახლა. ვარკეთილი 3-ის პირველ მიკრორაიონში ქონდა ბაზარი, აღარ პატარა ბაზარი და აი იქით მოშორებით მინდორზე ცარიელია მინდორი გახსნილია და იქაც ძალიან ძვირად ეგიან ყველაფერს და პატარ-პატარა ბაზრები რომ შემოიტანოს სოფლის მოსახლეობამ და არ ვიცი ეს ალბათ მოსაგვარებელია, ქალაქის მთავრობის მოსაგვარებელია ალბათ ეგეც. იცით რატომ? ხალხი მიეჩვია უქმად ფულის აღებას და ეს ჩვენ არ გვიშველით. საქართველოს დაიღუპება ბატონო. ადრე სოფლებში ქონდათ პატარ-პატარა სამკერვალოები მოწყობილი და ქალები ბაღბოსტანშიც მუშაობდნენ კოლმეურნობაში და იმაშიც სამკერვალო. გასაგებია ქალბატონო, ეს ყველაფერი გასაგებია. მესმის თქვენი კითხვის არსი გასაგებია ჩვენს. მადლობა. მაგრამ საინტერესო ძალიან ვაკეში ვიცი რო არის ეგრე იმაზე ჭავჭავაძე პატარა ბაზრობა არის ესეთი რაღაც ყოფილი გაკეთებული ესეთი არის მე ქალბატონს აი სავსებით ვეთანხმები ანუ ქალაქის მთავრობის საერთოდ ხელისუფლების აქცენტი უნდა გადატანილი იყოს ესეთი საკითხების განსაკუთრებით ქალაქის მთავრობის არა რომ ესეთი ტიპის ბაზრობების ორგანიზებაზე რა და ეხლა იმაზე სოფელზე როდესაც ახსენა მთელი პრობლემა ეგ არის რომ ჩვენთან სოფლად მიწის დამუშავების პრობლემა არის.
არა? რა თქმა უნდა. ეხლა იქ სამკერვალო რო გაიხსნას, ძალიან რთული, ეხლა კოოპერაციული იმაზე არის ძალიან ბევრი საუბარი არის, რომ კოოპერაციული შეიქმნას, გადამუშავების, შენახვის, გასაღების სხვადასხვა კუთხით, რომელსაც მეც მივესალმები და ამაზე სერიოზული ლაპარაკები და საუბრები მიდის. ოღონდ ჩვენ ვდგევართ ისევ დილემის წინაშე რა. ამას ჭირდება დრო. დრო და ფინანსები. და დღეს ეხლა როცა გადასარჩენი გვაქვს თავი, არა? ადამიანს უნდა მიუდგეთ რა, ჩვენი ამოცანაა რომ ადამიანი გადავარჩინოთ რა. ყველა მიუდგეთ როგორც საკუთარ თავს რა. რამდენი პრობლემა გვაქვს, რამდენი ტკივილი გვაქვს, რამდენი ავადმყოფობა გვაქვს და ისედაც შეგვიძლია გადავწყვიტოთ. ხო და მიუდგეთ და ჩავდგეთ ჩვენ იმ ადამიანების მდგომარეობაში და ისე მიუდგეთ რა ამ საკითხს. რაც შეეხება იმუშავეთ ვირებო, ჭამეთ ბრიგადირებო, არა? ეს პრობლემა 21 საუკუნეა და 10 წელი გავიდა და მეტი გავიდა 21 საუკუნის და მართლაც იმუშავეთ ვირებო და ჭამეთ უგულავებო, ჭამეთ იქ მერიის ხალხო, ჭამეთ სააკაშვილო, გაზულუქებულები არიან, ღილები აღარ ეკვრებათ უკვე ისე დღეში არიან ამისგან და დანარჩენი ადამიანები მართლაც ცუდ დღეში არიან. მე რო ვახსენე დასაწყისში, რომ ყველა ბაზრობას აკონტროლებს და წილებში ზის უგულავა, ეს მართლაც ესე არის რა. დღეს როდესაც დაიწყო მისი სამსახურების ფინანსური შემოწმება, მე მივესალმები ამას, რომ ბოლომდე არის მისაყოლი ეს საქმე რა. იქ დასუფთავების სამსახურში სერიოზული პრობლემებია, 160 კაცი გაფორმებული ყავდათ ტყუილად, ტარისულები, ანუ მისაყოლებელია ყველაფერი ამ იმაზე და მინდა გითხრათ რომ ეხლა მისი განცხადება იმასთან დაკავშირებით რომ 100 ლარიან ვაუჩერებს მიცემს თითოეულოგიის წილში და 1000 ლარიანი 250 ლარს კიდე სოციალურად დაუცველ ფერებს. საიდან აძლევს? ეხლა მანამდე იყო საუბარი, მინდა გაგახსენოთ ელექტროენერგიის და გაზის ტარიფის და მიმასთან დაკავშირებით. და რამოდენიმე ხნის წინ, 3 კვირის წინ მერიაში იყო საუბარი იმაზე, რომ განცალკევებულიყო ეს ტარიფი, როგორც მოსახლეობის მოთხოვნა იყო და ყველა პოლიტიკური პარტია ამაზე ლაპარაკობდა და აღმოჩნდა ისევ, რომ ნაციონალებმა დაიწყეს, რომ ჩვენ ამას ვერ განვაცალკავებთ, ეს ფული სად არის, საიდან მოვა ეს ფული, რაღაცა თავისუფალი საქართველოს იყო, კახაკუკავა იყო მხოლოდ და მხოლოდ, რომელიც ბოლომდე მიყო ამ საკითხს, ჩვენ ამასთან დაკავშირებით ბრიფინგი ჩავატარეთ და დაითანხმეს დანარჩენი ოპოზიციური პარტიების და გაანახევრეს ნაგვის ტარიფი. და მე აღმოჩნდა უკვე გუშინ წინ აღმოჩნდა 5 თეთრის მაგოთ 2 ნახევარი და გუშინ წინ აღმოჩნდა რომ თურმე ფულიც ხონია, მოიძიეს რაღაც რეზერვები და აღმოჩნდა ის, რომ ესე იგი 35 მილიონს თვეში გადაუხდის ყველა მოსახლეს, რომ ეს დაფარონ. კიდევ ესე იგი 11 მილიონი ნახევარი გამოდის ის 45000 სოციალური და ანუ 46000 უცბად იპოვნეს რა იმ რეზერვებიდან. ანუ რაზეა ლაპარაკი? რაც მეტად კონტროლს გავაკეთებთ მერიის ხელისუფლებაზე, რაც მეტად გვექნება ესეთი ტიპის გამოსვლები, რომ ვაიძულოთ ისინი, რომ გახსნან თავიანთი საქმიანობა, რომელიც დახურულია, ჩვენ უფრო მეტ სარგებელს ნახავთ აქიდან. ამიტომ დღეს როცა ვლაპარაკობთ, რომ მერიას ესეთი ფული აქვს, ეს ფული არის ამოღებული ჩვენ ხარჯზე. ჩვენ ხარჯზე, ანუ ვირები ვართ ჩვენ, მუშაობთ ჩვენ, ყველაფერს ვიხდით ჩვენ, ეს გაზის ფულით იქნება, დენის ფულით იქნება, დეგეგედან იქნება, თუ ნაგავის გადასახადიდან იქნება. და აი ამ ფულის წყალობით ესენი არიან გაზავლუქებულები, დადიან იმაში, საროსკიპოებში, დადიან. ნუ ეს სხვა გადაცემის თემაა. სხვა გადაცემის თემაა, მე რატომ მინდა? მე მინდა გავალო პარალელი, რომ ერთი მხრივ არიან ადამიანები, რომლებიც უაღრესად გაჭირებულ მდგომარეობაში არიან და ისინი ესე იგი არ თხოვენ არაფერს, რომ არ ინვესტიცია მომეცია, არამეთი დამაფინანსებენ, თვითონ შეუულობენ ამ ფულსაც, თვითონ შეუულობენ სამუშაო ადგილსაც და ამ ადამიანებს აქვთ დღეს შანსი, რომ რაღაცა იშოვონ და თავი გადაეჩინონ. და მეორე მხრივ არის გაზულუქებული აი ეს ტიპები, რომლებიც ესე იგი არაფერს არ იკლებენ და ადამიანებს არ აძლევენ საშუალებას იმისა, რომ მათ რაღაცა შეიტანონ თავიანთ ოჯახში და პლუს კიდევ რაც მეტი ესეთი ადამიანი გვეყოლება დასაქმებული, ეს უფრო მეტად წაადგება ჩვენს ქვეყანას რა. ვიდრე დაჩაჩანაკებული და მონის მდგომარეობაში მყოფი ხელისუფლების შემყური ადამიანები. ეს ადამიანები არიან აქტიური ადამიანები. ამიტომ ეს ადამიანები, რომლებიც არიან აქტიურები, ამათ კი არ უნდა დავარტყათ. პირიქით და მე რო უყურებ და ახალგაზრდობა მაინდა-მაინც არ არის, უფრო არის შუახნის ხალხი არის, როგორც ბატონმა ბრძანა, პედაგოგები, ესეთი ინჟინერები. ხალხია სხვადასხვა, მაინდა ახლა
შეუულია და აკეთებენ და ვაცალოთ მართლა იქნება რაღაც ახალ 16 იანვრამდე ითხოვეს, ხო? არაფერი რა ვიცი. სულ არ მიაქციონეს 16 იანვრამდე ყურადღება. გასაგებია რომ აი შიგნით ბაზარში ვინც არიან ისინი რაღაცას იხდიან, ხო? ეს გასაგებია. ეს რა თქმა უნდა არის პრობლემა, მაგრამ მე მგონი ახალ წლამდე იმდენი იქნება მყიდველი, რომ იმათაც ეყოფა და ამათაც. შევიდა ნებისმიერ მდგომარეობაში ბოლო-ბოლო. ესენი ჯერჯერობით ვერ შედიან, ხო? მე უყურე ამასენად ქალბატონი გამოვიდა და მე ცოტა ბევრი მაგაცახადიო, ყველზე ვმუშაობო. ну გასაგებია ახლა მიოს გადასახადი ცოტა ბეტია. ვიღაცა ქუჩაში დგას, ну რა თქმა იქ რამდენია ქუჩაში რამეს იხდიან საერთოდ აი ვინც არიან ეს. არა, ახლა აღარ იხდიან, ახლა არ იხდიან. ну ადრე შავი გულდებოდა, შავი გულდებოდა. ახლა აღარ იხდიან. პოლიცია თუ რა ისა და ვიღაცები. აი ზედამხედველები ყავდა. ზედამხედველები ხო რაღაც უცნაური ზედამხედველები, რომელიც ახლა აღარ იხდიან. ხო უკანონო ზედამხედველები. უკანონო ზედამხედველები. ეს ხო ესე ყო შავი. შავი ხო, სულ შავი იყო ხო. როგორც ადრე მარშრუტკებს და სამარშრუტო. სხვათა შორის მე ამ პრობლემასთან დიდი ხანია კავშირში ვარ და იყო მცდელობა რომ ეს ადამიანები შეეყო. აი ნინოშვილზე გაიხსნა ბაზრობა მაგალითად, რომელიც ვერც ფუნქციონირებს ეხლაც. ვერა ხო, ვერ. იმიტომ რომ აი დეზერტირები დაანგრიეს ამ ნაძირლებმა რა. და ამან უკვე ერთგვარად არია რა მთელი ისა რა, აირია რა ეს სისტემა, ბაზრობის მუშაობის სისტემა აირია და ამანაც უფრო მეტად გამოიწვია ესეთი არევდარება ქალაქში. და ვერ იმუშავა. სხვათა ტერიტორიაზე ორი ბაზრობა არის, ხო, იმიტომ რომ არის მარჯვენა მხარეს აი დიდი ბაზრობა და ქვემოთ კიდე რაღაც ესეთი. ქვემოთაც არის ბაზრობა. კი, ოპტოვი თუ რაღაც ბაზრობა. ოღონდ ის ეხლა ერთ სართულზე არის ესა და ისეთ ძალიან მცირე მანძილი არის დარჩენილი, იქა დანარჩენი იქ გადათხრილი. რა გააკეთეს ამ იმაში? არაფერი, ვერაფერს ვერ აკეთებენ, მე აღმოაჩინეს რომ მეტროს ხაზი გადიოდა ქვემოთ და იქ მშენებლობა არ შეიძლება. და რაღაცა ხო აღშენდა რაღაც შენობა. არა, ვერ აშენდება იქ და ამიტომაცაა გაჩერება. იქ შენობა ვერ აშენდება. ეხლა არ დგას იქ არაფერი. რაღაცა რომ გავიარა რაღაც. არა, ის ესენია რაღაც. ხელოვნურად მოწყობილი, ოღონდ წინა ნაწილში ისიც. და რა ხდება, შეიყვანეს ეს ადამიანები მერიამ. შეიყვანა გადასახადი, ესე იგი, ძალით, ანუ ხელოვნურად დააწევინეს ვითომ ბაზრობის მეპატრონეებს და რომ დადგნენ ეს ადამიანები, როგორც კი გამოვიდნენ იქიდან, უწესავსე 10 ლარი დაუწესეს. გარეთ. არა, როგორც კი გამოვიდნენ მერიის წარმომადგენლები, როგორც კი გამოვიდნენ ბაზრობიდან. კი ბატონო. რო იქ ხალხი დააყენეს 3 ლარად. დიახ. 10 ლარის ნაცვლად. როგორც კი ისინი გამოვიდნენ იქიდან, ინტუიტივად 10 ლარი დაუწესეს ამ ადამიანებს. ანუ აი ეს გადასახადიც არის, ну სერიოზული პრობლემა. დიდია. არა მარტო ამ ადამიანებისთვის, თვითონ შიგნით ბაზრობაზე რომ მუშაობენ, იმ მოეწრებთანაც მე ურთიერთობა და ჩვენ ხშირად გვაქვს შეხვედრები იმასთან დაკავშირებით, რომ მართლა მაღალია ეს გადასახადი. ან ეხლა ეს პრობლემა წამოვიდა ისევე სალარო აპარატების, ჯარიმები, 500 ლარი როგორ შეიძლება იყოს ჯარიმა. მე ახლა ინიციატივად გამოვდივართ, რომ ეს ჯარიმები დავიდეს 20 ლარამდე პირველ შემთხვევაში. რა თქმა უნდა, რა 500 მე მეორე შემთხვევაში დავიდეს 20-ზე და მესამე შემთხვევაში 50 ლარი, რომელიც სერიოზული დარტყმა. აი ჯარიმები საპროტ შეთანხმებაა ფაქტიურად. ხო 500 ლარი ეს არის რომ ანგრევ რა მთლიანად. აბა ღუპავ ამ ადამიანებს. ამიტომ ერთი თვე ფაქტობრივად არ უმუშავია. ამიტომ ჩვენი ამოცანა არის ახლა რომ აი ამ პრობლემებზე უფრო მეტი ყურადღება მივაქციოთ, რომელიც ადამიანზე იქნება ორიენტირებული, ვიდრე ეს ჯარიმები დავტოვოთ რაღაც სულელური. იგივე ძალიან ბევრი პრობლემა არის იმ ჯარიმებთან, მანქანებთან დაკავშირებით, City Park-თან დაკავშირებით, აქაც ძალიან დიდი ჯარიმები არის, რომ City Park-ი საერთოდ ყოლიფავენ ადამიანებს. ანუ ჩვენი მთავარი ყურადღება ახლა როგორმე აი რომელიც გასაკეთებელია სასტრაფოდ შეიძლება გაკეთება. და ადვილად მოსაგვარება. ადვილად მოსაგვარება, ამის დაწევა პირდაპირ შესაძლებელია კანონმდებლობით 3 მოსმენა არის, ამას ჭირდება 2 კვირა, 3 კვირა რომ ეს პრობლემა გადაწყვეტეს. მივიღოთ პირდაპირ ეთერში ზარი ბატონო ალექსანდრე გავაგზავნოთ საუბარი. გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ? გამარჯობათ, მოგესალმებით. მოგესალმებით ხალბატონო. ბატონო ალეკო, მე რა მაინტერესებს იცით? ადრე დავრეკე და ხათაშორის ბატონი გია იყო გვარი დამავიწყდა და ყურადღება არ მიექცე, მითხრა რომ თქვენ თვითონ შეამოწმებინათ და ჩვენ კი არ უნდა შევამოწმებინათ. ბატონო ალეკო, საგანგაშო ამბავი უნდა გითხრათ, არ ვიცი ახლა რამდენად იცის ფინანსთა მინისტრმა და შემოწმებაზეა თელაში შესული. ამ დაახლოებით 3-4 წლის წინ ბატონო ალეკო გაანულეს სოჩიკები. მე საბურთალოზე ვლაპარაკობ და მასიურად მოხდა განულება და მოხდა რის ხარჯზე რომ და ჩიგინთ აპარატურა მთლიანად შეცვალეს ამოიღეს აპარატურა და ხა იგივე ციფრებს რომ გადაეყვანათ ამას დიდი დრო და ყურადღებას მიაქცევდა ხალხი და ამიტომ რა გააკეთეს შიგნითკენ აპარატში შეცვლილი არის ეს კბილანები რაც ორმაგი გადასახადი მოდის იმის მერე ნამდვილად ეს მარტო მე კი არა ძალზე ლაპარაკობთ? არა შუქზე ლაპარაკობთ ხო? და ნამდვილად ეს არის ყურადღების მიღწევი რაც არ უნდა ტარიფი დაგვიწიონ 10%-ით და 20%-ით ჩვენ გვირჩევნია მე მგონი ისიც მოხდება შეიძლება თუ არა და ორმაგს ვიხდით ბატონო ალიკო და ეს არის მილიონებს ჩვენი კისრიდან იღებენ. ესე იგი თქვენ ამბობთ რომ უფრო მეტ ჩქარა წერს კილოვატს ვიდრე წერდა ადრე, ხო?
ესე იგი კბილანები არის ერთმანეთთან დაშორიშორება, უფრო ნაკლები გააკეთეთ რა ეს კრიმინალია. ამას სერიოზული ექსპერტიზა ჭირდება, ეს ადვილი გასაკეთებელი არა. ჭირდება კი საგანგაშო მდგომარეობა და არ ვიცი რატო არ აქცევენ ყურადღებას, მე განცხადება გავაკეთე ამასთან დაკავშირებით და აუცილებლად უნდა მიექცეს ბატონო. ვინ უნდა მიექციოს ბატონო? ერთი თვით გალბატონო არ გახვიდეთ ეთერიდან. ვინ უნდა მიექციოს ბატონო ალექსანდრე ხლა ამას ყურადღება? ეს ვისი პროკურატურის საქმეა ალბათ არა უკვე? ეხლა გეტყვით ალბათ პირდაპირ საქმეა, რო ეგეთ რაღაცას რეაგირება მიწეს. ეხლა გეტყვით ეს სერიოზული კრიმინალი ეს არ არის უბრალო საქმე. მილიარდობით გრანდი თანხებზე ესაა. სხვათა შორის ქალბატონს დიდი მადლობა ჩემთან აი მადლობთ ქალბატონო უკაცრავად საბურთალოდან შემოვიდა ინფორმაცია წყლის იმასთან დაკავშირებით, მრიცხვლებთან დაკავშირებით. ანუ ეხლა გვექნება მალე ბრიფინგი, ეს ვდებთ აი მთელი ქუჩის ისენი გვექნება, აღრიცხვის ისენი როგორ არის და იმის მიხედვით გვინდა დავადგინოთ ესა. რაც შეეხება დენს, აქაც სერიოზული საკითხი არის, აქაც ამ საკითხზე მოსაფიქრებელია როგორ გავაკეთოთ ეს ამბავი თელასის თანამშრომლებთან არის სამუშაო იმ ადამიანებმა მართლა სერიოზული ბრძოლა ჩაატარეს ამ პერიოდის განმავლობაში რომ ადგილებზე დაბრუნებულიყვნენ ამიტომ მე აი ქალბატონის ამ წინააღმდეგობას მიუყვები ბოლომდე რომ გავარკვიოთ თუ რა მდგომარეობა ამ იმაში მართლაც ამაში ძალიან დიდი ფული არის ამაში ძალიან დიდი ფული იქნება დამალული და საჭირო არის სერიოზული აი ხო ხედავთ რამდენი პრობლემა არის რა რამდენი პრობლემა არის ამიტომ მე ამას მივსდევ ერთი ბოლომდე როგორ იქნება რანაირად და ჩვენ შესაძლებლობა გვექნება რომ აქაც მივყვეთ ძალიან სერიოზული ამბავი გვაცხობა ქალბატონო ადრეც უთქვია არის თელასი არის კიდევ მარეგულირებელი კომისია რომელიც იგივე ერთი შეკრულები არიან და ერთად მუშაობს ამიტომ აქ არის სერიოზული ისევ ძველი მთავრობის ხალხია ძველი მთავრობის ხალხია ოღონდ რა ხდება არ შეცვლილა არ შეცვლილა ოღონდ ეხლა რა ხდება იცი როდესაც ხელისუფლება აღმასრულებელი ხელისუფლება შენი აღარ არის არა იქ უკვე გარკვეული შიშები აქვს უკვე უფრო მეტად მოწადინებულები არიან თქვათ ეხლა რომ ეს საქმეები ნათელი მოეფინოს ამ საქმეებს და უფრო მეტად გამოვიდეს ახალი მთავრობის გამო შიშის გამო რა განა ის რომ ეხლა ის ძველი პირები დარჩენ ოღონდ შიშის გამო რომ ეხლა ყველა კორუმპირებული ხო არ არის არა რა თქმა უნდა რომ შიშის გამო მე დავგვიძე რომ ყველა კორუმპირებული ყოფილიყო შიშის გამო რომ ეხლა კიდე ახალი მთავრობის დროს არ ჩავარდეს რამე ცუდ მდგომარეობაში ამას უფრო სამართლიანად და იმად გააკეთებენ რა ქვია კანონიერად ვიდრე ძველი მთავრობა. ამიტომ ეს საკითხი მართლაც გასარკვევია, ეს სერიოზული საკითხია და ამას სამუშაოებს ჩავატარებ და ჩვენ ცალკე ბრიფინგს თავისუფალი საქართველოს ამასთან დაკავშირებით გავაკეთებთ, როდესაც რაღაც დონეზე მივართ და ინფორმაციებს ავიღებთ. მართალი არის, რომ იქ 4 და 5 თეთრის დაკლებაც არ არის არაფერი, როცა აი ესე ტრიალებს სოჭი. აი ეგეც საინტერესო არის ხლა, აი გინდათ ნორმალურად ტრიალებდეს ეს მაჩვენებელი თუ რაც არის. აი რამდენზე შეთანხმდნენ რომ გაზზე აკლებენ სადღაც 5 თეთრს და ელექტროენერგიაზე სადღაც თეთრნახევარს ხო ეს რა აი არაფერი არ არის ეს რა თქვენ ეთერში იყო დემურ გიორხელიძე იყო აქ ეთერში და მას ჩამოყალიბებული აქვს მთელი სქემები აქვს სხვათა შორის ენერგეტიკოსები როდესაც იკრიბებიან და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემაც გააკეთა განცხადება რომ 4 თეთრი შემცირდებოდა კი ბატონო დენის გადასახადი მე ვფიქრობ რომ თქვენი ეთერიდან პირდაპირ შემიძლია განვაცხადო რომ იმ მაფიას დაანებოს ახალმა ხელისუფლებამ თავი რომელიც არის მოკალათებული ენერგოსექტორში და გადმოვიდეს ადამიანების მხარეზე ეხლა ახალ მთავრობას ვეუბნები აი აქედან მიმართავ რა თქვენ ესე იგი როგორ გინათ იმიტომ რომ კალაძე და გადმოიბარა ეს ბიზნესი კალაძე არ ჩაერთოს ამ საქმეებში პირდაპირ არ გონია რომ კალაძე ამ საქმეებში პირდაპირ ვაფრთხილებ იმიტომ იქ არის სერიოზული მაფია იქ არის ძველი ხელმძღვანელობა ვალიშვილის სახით რომელსაც მთელი ფესვები აქვს გადმული ამ საკითხებთან დაკავშირებით და ამიტომ მე ვაფრთხილებ ამ ადამიანებს რომ ჯობია გადმოვიდნენ მოსახლეობის მხარეზე ვიდრე იმ მაფიასთან ერთად რომლებიც საზღვრიდან კი ბატონო შემოტანიდან ორჯერ აძვირებენ იმის ფასს რა ქვია გაზის ფასს მაგალითად აჰა ესე ფაქტურად 100%-იანი მოგება 100%-იანი მოგება არის საზღვრის მერე საქართველოს მხარეს ეს დასადისტრიბუციო კომპანიებზეა ლაპარაკი ხო ალბათ რომელსაც შემოაქვს და მე კიდე სად რა ზვირდება როგორ ზვირდება და რა ხდება და ადის ამიტომ ჯობია რომ ამ საკითხებზე იყვნენ მოსახლეობის მხარეზე რა დაგიმოვდა ხო მე არ მგონია კახი კალაძე ამ კორუფციულ სისტემაში ჩაერთოს და გადმოიფორმოს ეს ყველაფერი მე მგონია რომ ამას ყველაფერს პირიქით ჩვენთან ძალიან უყვართ ნაციონალებსაც და ახალ ხელისუფლებასაც ამერიკელები და მათი ერთ-ერთი შესანიშნავი წარმომადგენლის პრეზიდენტ რეიგანის სიტყვებით ვიტყვი რა კი ბატონო გორბაჩოვს უთხრა რა ეს სიტყვები დოვერიაი ნო პროვერიაი კი ბატონო ამიტომ ჩვენი ამოცანაა
რომ ეჭვის თვალით უყუროთ ყველაფერს, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ბევრი ტკივილი, ძალიან ბევრი დარტყმა განვიცანეთ მთლიან პერიოდის განმავლობაში. ის რომ ჩვენი ჯიბეებიდან ამოდიოდა ყველაფერი დენისგან, გაზიდან, წყლიდან, ნაგავიდან, მანქანის გადასახადებიდან, ხო, ეს არის ძალიან დიდი დარტყმა ჩვენი მოსახლეობისთვის და ჩვენი მოსახლეობა ღირსია დღეს, რომ შემსუბუქდეს ეს გადასახადები, შემსუბუქდეს, ხო, არ იყოს აი ესეთი ორმაგი ტრიალი ამასთან დაკავშირებით, აი დენზე ეხლა მოვიდა, წყალზე მანამდე მომივიდა, მართლაც პროკურატურის სერიოზული. არა, რა თქმა უნდა, ეხლა ეს არის ესენი თუ დაყენებულია სპეციალურად, რომ მეტი თანხა შევიდეს იქ და სადღაც ეს ხო სწორდება, მე ხო იციან რომ ამდენს ვერ გამოიმუშავებს, არა, რომ ამდენს ვერ დახარჯოს ადამიანი, ხო? ესე იგი 20 ლარის მაგერად უნდა მოვიდეს 10 ლარი, 10 ლარი ფაქტურად უკვე ზედმეტი მიაქვს, ხო, რაღაცა ეს ძალიან ესეთი სქემაა რა. არსად არ ჩანს, მაგრამ ყველა კარგად იცის სად რაც ხდება. ეხლა აქ საინტერესო რა არის? აი მე რამინა ვიკითხო რომ აი ეს საბანკო სიტუაციებზე რო ილაპარაკეთ თქვენ აი ეს ვალებზე და იმებზე აი ამ თემაზე რა გვაქვს ჩვენ ახლა როგორ არის საქმე დღეს როგორ ვალები გვაქვს აღებული დღეს რიდის ეს დრამატიზმი ბატონ ალექსანდრე ეს შეგეკითხებით აი ჩემი აზრი ასეთი იყო რომ პირველ რიგში ყველანაირ ამნისტიაზე ადრე უნდა ერთ დღეში ერთ წამში უნდა მოხდარიყო ეკონომიური ამნისტია ეს რა და რა უნდა ყოფილიყო ამაზე ცალკე გადაცემა შეიძლება მიუძღოთ მაგრამ აი ჩემი აზრი ესეთია რომ უნდა მოხდარიყო ეკონომიური ხალხს აიც უნდა აი ყველაზე გაჭირვებულ ხალხს ხო მე არ ვამბობ რომ ბანკები უნდა დამთავრდეს ბანკების ყველა ვალი მოეხსნას თუ ყველას და ერთ დღეს არავის ბანკის ვალი არ ქონდეს ეს წარმოუდგენელი ძალიან და იმ ბანკებს რას ვერჩით ბოლო იმგან ხო ფული გასცეს რაღაც გარკვეული შეიძლება მაღალი პროცენტების მაგრამ ნუ იმ მომენტში ხო აწყობდა თუ იღებდა მაგრამ აი რაღაცა უნდა რესტრუქტურიზაცია რაღაცა უნდა მოხდეს ამ ანგარიში ვალი ჩვენ გვაქვს დაყენებული შეტანილი გვაქვს პრემიერ-მინისტრთანაც ეს საკითხი და პარლამენტის თავმჯდომარესთანაც რომ მოხდეს ამ ვალების გაყინვა და რესტრუქტურიზაცია იმიტომ რომ გამოსახლებები დღესაც მიმდინარეობს რა. კი, კი. გუშინ წინაც დამირეკეს და ძალიან ძნელია ფორს-მაჟორში ადამიანებს დაეხმაურა. ძალიან ძნელი არის. სხვათა შორის 1-2-ის შევძელით რომ გადაგვერჩინა რა 2, მაგრამ ნუ ამას ვერ მიაღწევთ და გეთახმებით თლიანად ჩვენი როგორ უნდა გადაარჩინოთ ხო? ნუ როგორ არის და იქ არა, იქ ადამიანური ის არის ზოგიერთი გაიგებს ამ იმას, თქვათ აღსრულებელი, ზოგიერთი ვერ გაიგებს რა. ეგეთი მეტად სამსახურია და დავალება. სამსახურია და დავალება არის. და გვინდა რომ ეხლა პრემიერისგან პასუხს ველოდებით და ამის შემდგომ იქნება ამ საკითხებზე საუბარი როგორმე შევაჩეროთ რა. ძალიან სერიოზული პრობლემა არის ამასთან დაკავშირებით. თემსოფლიოში სერიოზული პრობლემა ჩვენ გვაქვს რამოდენიმე მაგალითი ადამიანებმა თავი რო დაიწვეს. იმის გამო რომ ვალები ჰქონდათ. არის ბევრი იკლავს თავს სუიციდი ძალიან დიდი შემთხვევები არის და მინდა გითხრათ რომ ბანკებთან დაკავშირებით ამ ბანკებმა ძალიან დიდი ფული მოიგეს რა. ძალიან დიდი ფული მოიგეს. აქ არის უკვე მილიარდებზე არის საუბარი, ზუსტად აი ამ იპოთეკური შესხების საშუალებით ნაციონალური მოძრაობის მიერ მიღებული იქნა ისეთი კანონები, რომელიც ამ პროცესს კიდევ უფრო ასე იგი აჩქარებდა და ფულის ამოღებას ძალიან სწრაფად ანუ კანონმდებლობაშიც არის რაღაც შესაძლებლობები, მაგრამ ჩვენი მოთხოვნა არის თავარი ის, რომ მოხდეს ერთგვარი ამნისტია, რომ ჩვენი ამ ადამიანებს მისცეს საშუალება. აი რა ფორმით უნდა გაკეთდეს ეგ? ამნისტია გადავარდეს რა ეს ვადები, ადამიანები არიან. ხო, რესტრუქტურიზაცია, როგორ თქვენ ბრძანეთ რა? იმ ადამიანებმა აიღეს ვალები, ხო? ისე ხელი მოაწერეს. ეს პროცენტი გაეყინოს რაღაცა მოხდეს. თანახმანი არის რა. რომ ეს პროცენტი ძირივალი გადახდილი იქნას ეს პროცენტი გაიყინოს კი ბატონო და ადამიანები როდესაც დაიწყებენ ისინი არ უარყოფენ ამ ვალის არსებობას და როდესაც ესე იგი დაიწყებენ მუშაობას მათ ისინი დაიწყებენ ამ ფულის გადახდას რა ეს აი ერთი საკითხი ამ გადასახადების და ვალების და იმის მაგრამ აი მეორე რა მაინტერესებს მე ამნისტია უფრო რაზე ვიტყვი ამნისტია საჭირო მეთქი აი ერთი უბრალოდ შემთხვევა ავიღოთ ავტობუსის ბილეთი არ აიღეს 5 ლარი ჯარება მე ავიდა 175 ლარზე მე 150 ლარზე და ეხლა ვიცი ერთ-ერთი ბავშვი აქვს 750 ლარამდე არის ასული თუ რაღაც ასწავლი და გონდა აი ესეთ ჯარიმების ამნისტიაზე მაინტერესებს. ან სატრანსპორტო საშუალებების დაჯარიმება რო ხდებოდა, მძღოლების, სხვადასხვა მეებით რა ქვიან, კაცმარიცის მართალი იყო თუ ტყუილი იყო, ღვედი ეკეთა თუ არ ეკეთა თუ გადაკვეთა თუ არ გეცხო ძნელი დასამტკიცებელი, როცა კამერით არის გადაღებული, გასაგებია, მაგრამ როდესაც უბრალოდ გაჩერებს ის პატრული და გეუბნები შენ ეს დაარღვე და შენი ძახი არ დავარღვო, ძნელი დასამტკიცებელია. აი ეს ჯარიმებიც მაღალ თანხებზე არის, ასე რომ 20 ლარიდან დაწყებული ხდება 1000 ლარამდე არის ეს ჯარიმები, მე რამდენადაც ვიცი, თუ ვერ იხდი და რაღაც თვეები გადის და რაღაც ასწავლი პროცენტები არის. აი ამ მიმართულებით როგორ შეიძლება? და კიდევ რა იცით რა მაინტერესებს ბოდიშ ბატონ ალექსანდრე? აი
საჯარიმები რომ არის ამ ნარკოტიკებით მოხმარებაზე აი ესეთი ჯარიმები 500 ლარიანი ბევრს არაა გადახდილი ვერ იხდის, იმიტომ რომ ძალიან გაუბედურებულია ეს ხალხი, მით უმეტეს ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან, ხო? აი ამაზე რა როგორ იქნება? თქვენი აზრი როგორია, როგორ უნდა იყოს, მე აი ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს და აი ამ იმასთან რა ქვია დაკავშირებით, აი ესეთ წვრილვალებთან დაკავშირებით, ჯარიმებთან დაკავშირებით, ამაზე ამნისტიაზე პარლამენტი მე მგონი მუშაობს, ოღონდ ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს, იმიტომ რომ ახლა არის საუბარი ამნისტიაზე. ეკონომიკურ ამნისტიაზე ასე ტიპის იმის რა ქვია ჯარიმების ჩამოწერაზე და ზუსტად არ ვიცი რა მდგომარეობაშია. პატრული ჯარიმები, სიტიპარკი ჯარიმები. ყველა ჯარიმებზე არის ლაპა და ადმინისტრაციულ ჯარიმებზე. როგორ არის ეს ადმინისტრაციულ სამართალდებებთან დაკავშირებით რაზე გავრცელდება ზუსტად ეს ინფორმაცია არ მაქვს. რა შეეხება, რაც არ შეეხება. ოღონდ ვიცი რომ ამაზე მიდის საუბარი და მე მივესალმები ესეც საუბრობს საქართველოს პარლამენტში, ვინაიდან ზუსტად ეს არის. ხო და აი სანამ მიიღებენ, იქნებ თქვენ რაღაცა ინიციატივა შეგვიძლია რომ გაყინონ მაგრამ აი ახლა ნუ გაყინონ შეაჩერონ ჩვენ შევიტანეთ შეეტანილი გვაქვს პრემიერ-მინისტრთან ბანკებთან დაკავშირებით და იმ საკითხებთანაც შევიტანეთ. ახლა მე მინდა გითხრათ რომ ახლა თავისუფალი საქართველო პოლიტიკური პარტია და მიუხედავად იმისა რომ ჩვენ თითქმის ყველა სფერო რომელიც არსებობს ადამიანის საქმიანობის და პრობლემა სადაც არის სოციალური მხარე რომელიც არის ყველგან ვართ ჩვენ და ჩვენი სამსახურები რა დონეზე შეუძლია მუშაობენ ამასთან დაკავშირებით და ყველაფერს ღონეს გავაკეთებთ იმისათვის რომ აი ეს პრობლემები რომელიც არის წინ წამოვწიოთ და ყურადღება მივაქციოთ საქართველოს პარლამენტის ყურადღება მივაქციოთ მთავრობის და ყურადღება მივაქციოთ იმ თვითმმართველობებისა რომლებიც დღეს კიდევ ფუნქციონირებენ და ადამიანების ერთგვარად წყალებში ვთქვათ სამსახურში არიან ეს თვითმმართველობები რა. მინდა გითხრათ რომ ამ ადამიანებს ვინც არიან ხელისუფლებაში ბევრს გააზრებული არ აქვს თუ რასთან აქვს საქმე. ახლა აი ამ თემებზე რომელზეც ვლაპარაკობთ 1 საათი გავიდა და კიდე 5 საათი კიდე ვილაპარაკებთ იმდენი პრობლემატური და იმდენი თემა არის და ამიტომ ჩვენი ამოცანა თავისუფალი საქართველოს არის ის რომ მივაწოდოთ რა ამ ადამიანებს თუ საით უნდა წავიდეს თავარი აქცენტირება რომ სწრაფად მოხდეს იმ პრობლემების დაძლევა რომელიც ადამიანისთვის საციცოცხლოდ აუცილებელი არის რა. ამიტომაც დღევანდელი ჩვენი გადაცემაც ამ საკითხზე ზღნება ჩვენი ბრიფინგები ყოველთვის ამ საკითხებზე ზღნება ჩვენი წერილები ეს იქნება მთავრობაში ეს იქნება პარლამენტში ყველაფერი მიძღვნილი არის ამ საკითხებთან დაკავშირებით რომელიც აუცილებელი არის. მივიღოთ პირდაპირ ზარი პირდაპირ ეთერში გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ? გამარჯობა საღამოშვიდობის და ბატონებო. მოგესალმებით. აი ზუსტად მაგ საკითხზე 3 წლის უკან აი მტკვრის კარიერიდან ამოქონდა ქვიშა 57 წლის კაცი ვერ და დილით დავიწყე მუშაობა დიდ მანქანას ამასვალზე და თელეთის საპატრულო პოლიციამ გამაჩერა და პერეგრუზიგაკო ხო ვერ შეეპაცხებოდი რა და პერეგრუზიგაკო და დამიწერეს ოქმი 1500 ლარიანი 3 წლის იარა და ეხლა გამიხადა თურმე 3000 ლარი და 200 ლარიანი კრედიტი მქონდა TBC-ის ბანკში და დამიბლოკეს ეხლა ისა და ვეღარ შემაქვს პული რომ 3000 ლარი გადაიხადეოდა. აბა თავს მოვიკლა პულის პული არა მაქვს და 3000 ლარი ვერ შემაქვს და TBC ბანკი ხვალე მოადა ერთი პატარა ხოხი მაქვს სახელი და გამიყიდის იმას და როგორ მოვიქცე აი მასთან ამას. აი ზუსტად მაგ თემაზე ვაპარაკოთ ბატონო, მადლობთ რომ დარეკეთ. აი ხედავთ როგორი სიტუაციაა. აი აი ეს დროებით მაინც შეშერდეს ეს სიტუაცია აი ეს ამოღებები რომ აი რას მიიღებს, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მთავრობა, პარლამენტი იქნება თუ ვინც იქნება თუ რა სადაც იქნება თუ მარეგულირებელი კომიტეტი რაც იქნება რაც არის რა ვიცი მაგათი ორგანოები რაც არის რომ ეს სიტუაცია დროებით მაინც შეშერდეს, იმიტომ რომ ეხლა ისიც რა ხდება, ამათ შიში აქვს რომ ეს კანონი შეიცვლება და ვეღარ ამოიღებენ ამ თანხებს, ან რამე ამნისტია გამოდა სწრაფად უნდათ რომ ამოიღონ ეს ყველაფერი თანხები რომ რაც შეიძლება მეტი მიიზიდონ ამ ბანკებმა და სულ ყველამ ხო თავის ფული დაიბრუნონ და ამიტომ ჩქარობენ და უფრო სწრაფი მეებს აკეთებენ რა. ეხლა დააჩქარეს კი იმიტომ რომ ემართა რამე არ მოხდესო და შეიკავშირდება მეგობრები ნაცნობები უცნობები და მეუბნებიან ამ ყველაფერს რომ აი ძალიან მომას მოდიან და ძალიან რეკავენ და სხვადასხვა ბანკები რეკავენ ამ უცბად რო იძლევდნენ ამ პატარ-პატარა წრუწრულ კრედიტებს სხვადასხვა ბანკები უცბად დაიწყეს ამ აი ეს 200 ლარიანი ის არის ესეთი დაბა. მე რა უნდა ერთი უნდა უთხრა ამ ბატონს რა ერთი რამე არის მე ველოდები ახლა წერილს რომელიც შეტანილი გვაქვს პრემიერ-მინისტრთან აი ამ დღეებში გვექნება მიაქციათ ყურადღებას თავისუფალი საქართველოს ბრიფინგებს ჩვენ გვექნება ამ საკითხებთან დაკავშირებით ბანკის ვალებთან დაკავშირებით ჯარიმებთან დაკავშირებით და ჩვენ მინდა ერთი რამ გთხოვოთ კიდევ
ადამიანები უნდა გაერთიანდნენ. ჩვენთან არიან გაერთიანებული ადამიანები, რომლებიც ბანკის ვალების გამო არიან შეწუხებულები. თავისებური პროფკავშირები. და თავისებური პროფკავშირი არის, რომ აი ამ მიმართულებით ისინი მუშაობენ, წერილი იწერება ყველაფერი და ერთი რამ არის რა. ჩვენ და სამწუხაროდ აი ხშირად საუბარია, რომ 21 საუკუნეა, ვითომ ეს 21 საუკუნე დიდი რამე იყოს რა თავისი არსით. 21 საუკუნე ესე ჩვეულებრივი საუკუნე როგორიც იყო. ახლა დაიწყო და არ ვიცი ჩვეულებრივია თუ არა ჩვეულებრივი. მაგალითად მე-20 საუკუნე ითვლება ყველაზე ცუდ საუკუნედ რა. ორი მსოფლიო ომი მოხდა, დიდი უბედურებები იყო, განსხვავებით მე-19 საუკუნისაგან. ამიტომ სამართალზე როცა არის ლაპარაკი, თუ ძალა არ უდგას ამ სამართალს, ეს სამართალი ვერ განხორციელდება. ამიტომ თქვენი გაერთიანება თქვათ ერთგვარად აი ამ კუთხით და ბრძოლა იმისათვის, რომ ეს საკითხი გადაწყდეს დადებითად, გამოიტანს მხოლოდ და მხოლოდ შედეგს. ჩვენი მისამართი არის დადიანის 4 ნომერი, მობრძანეთ იქა, მე თუ არ ვიქნები იქ, ჩააწერინებ თქვენს ტელეფონს და იმ ადამიანებთან ერთად შეიკრიბებით, რომლებიც ამ პრობლემაზე მუშაობენ. ესე იგი ხალხმა თავის პრობლემა თვითონ უნდა გადაწყვეტოს. ჩვენი დახმარებით, ჩვენ მივცემთ გზას, ჩვენ მათთან ერთად ვიქნებით, ყველანაირად გვერდში დაუდგებით, ოღონდ ერთად უნდა გადაწყდეს ეს პრობლემა. ეს ძალა უნდა დაგეხმარებით ყოველთვის მოსწრებს საშუალებას, რომ მას ვქნათ. პირდაპირ ეთერში ზარია მივიღოთ. გისმენთ ბატონო, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ? ალო, მოგესალმებით. მოგესალმებით ნამდვილად ძვირფას სტუმარს. რადგან თავისუფალი საქართველო ეს ის პარტია, რომელიც ნამდვილად ეროვნული პარტია და ოცნებაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს დამერწმუნეთ ეს პარტია. ძალიან ბევრი ადამიანს უნდა მიეცა ამ პარტიისთვის ხმა და ძალიან გულნატკენი იყო მოსახლეობის დიდი ნაწილი და რატომ არ მიეცით მე? მე მივეცი პირადად, მაგრამ ვიცოდი რომ ვერ გაიმარჯვებდა, იმიტომ რომ ეხლა ესეთი სიტუაცია იყო, როგორც ნაციონალები მოგვეშორებინა. აი ესეთი სიტუაცია იყო და ხალხი ამბობდა რომ გვინდა ამ პარტიას მივცეთ ხმა და ძალიან მოსწონთ კუკავა და აი თქვენი სტუმარის და საერთოდ ეს შემადგენლობა, იმიტომ რომ ძალიან ნიჭიერი, ძალიან ეროვნული პარტიაა და ძალიან დაბალანსებული. ალბათო, ჩვენ ძალიან ცოტა დრო გვაქვს, იქნებ მოკლედ კითხვა დასვათ. კითრაზე ვრეკავ, ძალიან გვინდა ხალხმა რომ მიიღოს კუკავა პრეზიდენტობის არჩევნებში აუცილებლად იყაროს კენჭი. კი ბატონო. დიდი მადლობა. აი ბატონი ალექსანდრე გადასცემს ბატონ კახას და ალბათ იქნება მაგის დრო წვევა. ეს წინ არის ჩვენ უფრო უყურებთ იმ პრობლემების გადაწყვეტას, რომელსაც უნდა მოიტანოს პრეზიდენტობას, პრემიერ-მინისტრობას და პარლამენტის წევრობას რა. ეხლა როგორც უყურებ, მე ეხლა აი ამ საქმეში ჩვენ ფაქტიურად დაუბერდით 22 წელი გავიდა და ერთგვარად ერთი მთავრობის შეცვლიდან მეორე მთავრობის შეცვლაში ვართ. და ჩვენი ცხოვრების გაუმჯობესებისთვის არ ვიწვით. მე როდესაც ვლაპარაკობთ რომ გავერთიანდეთ თქვათ იმის და მიხედვით თუ ვის რა პრობლემები აწუხებს ეს პროფესიული ნიშნით იქნება ინტერესთა ჯგუფი იქნება თუ რაიმე სხვა ნიშნით ეს არის ის მთავარი ძალა რომელიც ჩვენ შესაძლებლობას მოგცემს ხმა მივცეთ იმ ადამიანებს ვინც ამ პრობლემებს გადაგვიწყვეტავს რა მე ახლა როდესაც უყურებ გარემო ვაჭრეებს ჩვენ ამითი დავიწყეთ რა მათ რომ მეტი ორგანიზებულობა ქონოდა თქვათ თავიანთი ინტერესების დასაცავად არა დღეს ესე დღეში არ იქნებოდნენ იგივე არის თქვათ პედაგოგების ამბავიც რომლებიც დღესაც იბრძვიან რა რომლებიც განთავისუფლებულები იყვნენ სააკაშვილის პრობლემ იმის დროს რეჟიმის დროს იგივე ექიმები რომელსაც ართმევდნენ სამატყუფოებს ანუ აი ამ კუთხით თუ ვივლით კი ბატონო ჩვენ კარგი მთავრობაც გვეყოლება, კარგი პრეზიდენტის გვეყოლება და კარგი პარლამენტის გვეყოლება. თუ სხვანაირად ვივლით, რომ აი ეს ცუდია და იმის ჯინაზე სხვას მივცემთ ხმას, მაშინ ისა, უფრო მე ერთ წამში ვიტყვი, მე ამაში უფრო საზოგადოების არ ვადანაშაულებ, ამაში ვადანაშაულებ იმ ხელისუფლებას, რომლებიც მოდიოდნენ რა. იმ ხელისუფლებას, რომლებიც მოდიოდნენ სკამის გულისათვის და არაფერს არ აკეთებდნენ იმისათვის, რომ სამოქალაქო საზოგადოება განვითარებინათ რა. და ამდენად დღეს, როდესაც ასე მდგომარეობაში ვარ, ზუსტად იმ ხელისუფლებების ბრალია, რომლებიც სათავეში ედგა საქართველოს. კი ბატონო, მე მინდა მიმართო ჩემს რადიოსმენელს და ტელემაყურებლებს და თქვენ ბატონო ალექსანდრე, მე დღეს დაუკავშირდი მერის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროს ნათია თაბაგას და ვთხოვე გადაცემაში მოწვევა გადაეცა ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსისათვის ბატონის ზვიად კერვალიშვილისათვის. ბატონის ზვიადი დღეს ქალაქში არ იმყოფებოდა, მაგრამ შემდეგი კვირისათვის დაგვკვირდა გადაცემაში მონაწილეობას. ასე რომ უკვე დროა, ესე იგი, მე ვფიქრობ, რომ საქალაქო სამსახურები მოსახლეობა ზუსტი და მათთვის საინტერესო ინფორმაცია მიაწოდონ. თქვენ ერთი მხარე იყავით, რომ ეს ინფორმაცია ჩვენთან ერთად განვიხილეთ დღეს რაც ხდებოდა. მე არ მგონია ამ ერთ კვირაში ეს ამბავი მოგვარდეს, ღმერთმა ქნას მოგვარდეს და საერთოდ სათქმელი აღარ ქონდეს. თუ მოგვარდება, მე თუ მეტეს გადააიხადე. ბატონის ზვიადს გადაცემაში მობზანდეს
თვითონაც გამოთქვა სრული მოვალო აუცილებლადო მე რამდენადაც ვიცი ქალბატონი ნათიასაგან და აუხსნას ხალხს მოსახლეობას თავის პოზიცია ბოლო-ბოლო თქვას იქნებ რა ხდება და იქნებ როგორ არის იქნებ სხვანაირად არის რა თქმა უნდა ჩიგნიდან როგორ ჩა ჩვენ გარედან ესე ვხედავ ჩიგნიდანაც ვიცოდეთ რა თქმა უნდა დღეს კი მინდა დავამთავრო ჩვენი გადაცემა დიდი მადლობა ყურადღებისათვის გემშვიდობებით ზუსტად ერთი კვირით კარგად ბრძანდებოდეთ